ხელისუფლება ვეტერანებს მასხარად იგდებს. ეს განცხადება დღეს ქართველ შევარდენთა ლეგიონის ვეტერანებმა გააკეთეს. მათი თქმით, სახელმწიფოსგან დანიშნული 22 ლარიანი პენსია მათთვის უპატივცემულობაა. ისინი ხელისუფლებას მეტი ყურადღების გამოჩენისკენ და მათი სამშობლოსთვის თავგანწირვის დაფასებას თხოვენ. ძალიან ბევრია 22. 20 უნდა დავაყენოთ. 22 ლარი ჯერ სირცხლერე რომ მართლა რომ ხალხს ატყუებენ, ხა? სირცხლე არ არის. რა ვეტერანები ისე და ვეტერანები დაჩაგრულები. დეზე ვიხდი, გაზზე ვიხდი. იმის დროსაც შავრაზე დროსაც ვარ ვიხდი, როცა უფრო ღარიბი ვიყარ ჩვენი ქვეყანა. ეხლა ოდრე რამე გააკეთე. 1 კილო ხორცი უნდა იყიდო. კომეტი არა. 22 ლარი. კომისარი ცეთი საჭირო თავრობაში პარლამენტის წევრები არიან ისეთი ხალხი, რომელსაც მაგის გადაწყვეტა შეუძლიათ. აბა ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენ ხმასაც არ ვიღებთ. არ არის უნდა ჩავატაროთ კრება რომ მივიდეთ თავრობის სახლში და ჩავუტაროთ რევოლუცია. 22 ლარი არაფერი არ არის, მაგრამ ამ თავრობას ავთხოვ ბიჭებს პატივისცემ და დააფასო. მეტი არაფერი. არ შეიძლება ეგრე. უპატრონო ქვეყანაში ვარ. იმ 22-ზე არ არის ლაპარაკი. მასხარად იგდებენ ხალხს. მასხარა, მაგრამ თავრობაც და ის ვინც არის წარმომადგენლები. აბა საბრძოლო მოკვლევას ადამიანი ვერ აიღებს, რომ იბრძოდა ადამიანი. იმედად არ აძლევენ. აბა რა უნდა გააკეთოს? რა უნდა ელაპარაკო? ახლა დახმარება არაბის არ აქვს. დაჟერობა მოითხოვო, საბრძოლო მოკვლევა რომ მოგცენ იმას არ გაძლევენ. სადაღარ ვიარეთ და სადაღარ უწყალბოთ და ესეთი რაღაცა. ეგეთი რამე არა. 22 ლარი სამარცხინო ის არის რომ მიიღონ ჩვენმა ვეტერანებმა, იმიტომ რომ ამ ხალხმა დღევანდელი დღე ბოლომდე შეინარჩუნეს და დღესაც ამაყად დადიან თავიანთ მიწაზე. და ეს 22 ლარი სამარცხინო არის. უნდა მისცენ ამ ხალხსაც ცოტა მეტი რომ რაღაცა სარგებელი ქონდეთ ოჯახში, ან გადასახადები გადაიხადონ, ან რაღაცა გადაიხადონ. ცოდონი არიან დღევანდელ დღეს ეს ხალხი. არა და ყველაზე დაფასებული ხალხი ეს ხალხი არის დღესა. შემოვლილი აქვს ფეხით ათელი აფხაზეთი და ცხინვალი და რავი. საცაკი ომი იყო ყოველთვის გვერდზე გვყავდნენ ეს ხალხი. საცაკი რაღაცა. თქვენ იღებთ პენსიას იღებთ? პენსია მე სამხედრო პენსია მაქვს ინვალიდობისა. ამ 22 ლარიანს არ იღებთ? კი, ჩვენ გვაძლევენ, თავდაცვის სამინისტრო გვაძლევს ჩვენ. ანუ ერთეულებსაც. ერთეულებს, აი ვინც თავდაცვის სამინისტროს შენერჩი იყვნენ, მაგათ გვაძლევენ. ვეტერანები ხვყვებიან, რომ 22 ლარიანი პენსია, რომელიც მათთვის არის განკუთვნილი, მხოლოდ ერთეულებს აქვთ დანიშნული და მათ დიდ ნაწილს კი უკვე დიდი ხანია მოუხსნეს. ვეტერანების თქმით, ასევე უჭირთ ნაბრძოლობის საბუთის აღებაც. ჩვენი ქართველ შევარდენთა ლეგიონი გაუქმდა. და ისე გამოვიდა, რომ აღარც მოკვლევას აღარავინ გაძლევს, ვერ მიხვალ, ვერსა და ჩადიხარ თავდაცვის სამინისტროში არაფერი იქ ყურადღებას არავინ გაქცევს. მერე ვეტერანთა კავშირში, აბა სადიბრძო, აბა ვინ უნდა მოგცეს საბუთი, აბა რომ ვიბრძოდით. არიან, ბევრი არიან აქ, რომ საბუთიც არა აქვს. არა და ზოგი ორჯერ არის დაჭერილი იქ. თქვენ იღებთ 22 ლარი? მე არაფერს არ ვიღებ, არც 22-სა და არც 1 კაპიკსა. არც ვეტერანობის საბუთი არა მაქვს. იმიტომ რომ ჩავედი მიმიკიბეს, მომიკიბეს, რავი. სადიბრძოდიო, უმფროსი მოიტანე ცნობაოდ. ის უმფროსი იმაშია რა ქვია, პენსიაშია მოხუცდა და რავი. ეგ თუ დაიშალა ეს ბატალიონი რა. ჩვენი ბატალიონი. ვიღასა მივაკითხოთ, აბა. ამის შვილი მყავდა ისე წავედი საბრძოლველად და ეხლა 22 ლარები არ ბიჭო ის მოუხსნეს. ანტოზია მქონდა 2 თვე, არაფრის ის არ ვარ. რომ მასხარად მინდებს, აბა რა არ მსაუბრობა 22 ლარი ჯერვალარი თუნდა, მე რეცეპტს მე ეხლა 22 ლარი მეჩვიდე მე წელიწადია. აი ეს უპატრონობა მაშინასა და ეხლასა. რა ვიცი. მოგიხსნეს ეს 22 ლარი? ერთეულებს არ მოაქვს, მაგრამ ბიჭებს მოუხსნეს. აი ვისაც სამსახურები არის, წყობენას მოუხსნეს ალბათ, რა ვიცი. აბა 22 ლარი ერთი თვის პურის არ მოდის, ერთი პური ჯამუდა რა. 22 ლარი. არაფერი არ არის 22 ლარი. ვეტერანები 22 ლარიანი პენსიის გაზრდას ითხოვენ, რადგან მათი თქმით სახელმწიფო მათ თავგადწირვას სამარცხინო თანხით არ უნდა აფასებდეს.